ვიქტორ ორბანი კიევის საწინააღმდეგოდ და მოსკოვის სასარგებლოდ უნგრეთის პრემიერი ერთადერთი ლიდერი გახდა, რომელმაც ევროკავშირის დეკლარაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ხელი არ მოაწერა. დოკუმენტი 5 პუნქტიანია და მასში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს კიევი და მასთან ერთად ევროკავშირიც. დროებითი ზავი უნდა იქცეს გრძელვადიანი შეთანხმების წინაპირობად, უკრაინა კი უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით. ამ დოკუმენტს ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი დაეთანხმა, მათ შორის სლოვაკეთიც. ევროკავშირის გააქტიურების ფონზე მოლაპარაკებებისათვის ემზადებიან უკრაინა და ამერიკა, კიევსა და ვაშინგტონს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს. თამარ ჭავჭავაძე გვეტყვის მეტს ამ თემაზე. საგანგებო სამიტზე ლიდერებმა ერთის ნაცვლად ორი დეკლარაცია მიიღეს, ერთი ეხება ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ხარჯების გაზრდით, რომელსაც 27-ვე წევრმა დაუჭირა მხარი უნგრეთისა და სლოვაკეთის ჩათვლით. ამავე დოკუმენტში უნდა შესულიყო უკრაინის მხარდაჭერის საკითხიც, მაგრამ მას ხელი ვიქტორ ორბანმა არ მოაწერა. შესაბამისად ის 26 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით ცალკე იქნა მიღებული. მაშინ ნათქვამია, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში საკუთარ მომავალზე, ნებისმიერ ზავს კი უნდა მოყვას გრძელვადიანი მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებით. მიზეზი, რატომ არ დაუჭირა ვიქტორ ორბანმა მხარი უკრაინის შესახებ მიღებულ დოკუმენტს, სამიტის შემდეგ გამართა. So the European Union is isolated itself from the United States. უნგრეთს სურს მშვიდობა და არა ომის გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევას და შესაბამისად ვერ დავუჭერთ მხარს 26 წევრი სახელმწიფოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მშვიდობისადმი ჩვენს ერთგულებას. იზოლაცია მიესადაგება ევროკავშირს. ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია შეერთებული შტატებისგან, ჩინეთისგან სავაჭრო ომის გამო და რუსეთისგან სასანქციო პოლიტიკის გამო. ასე რომ ევროკავშირია იზოლირებული და არა უნგრეთი. ჩვენ სამივე მიმართულებით კარგი ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, ის უკრაინის პრეზიდენტია და რა თქმა უნდა პატივს ვცემ. ის არის უკრაინის ლიდერი და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს. დღეს მტკიცედ მივდივართ ევროპის უფრო სუვერენული დაცვისკენ. 2022 წლის შემდეგ ავიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე, მაგრამ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილებები ბევრად გაზრდის შესახებ და ეს ნაკარნახევი იყო საგანგებო ვითარების განცდით. ევროკომისიის პრეზიდენტმა წარმოადგინა წინადადებები და მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, უზრუნველყოთ ახალი რესურსები, ახალი ბერკეტები და ინსტრუმენტები ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ეკონომიკაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. განსხვავება ისაა, რომ 27 ქვეყანას წამს მშვიდობისკენ გზა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე გადის. ამ კონსენსუსიდან უნგრეთმა საკუთარი თავის იზოლაცია მოახდინა. იზოლირებული ქვეყნის არსებობა არ ნიშნავს უთანხმოებას, რადგან 26 ქვეყანა ერთიანია და აქვს საერთო სურვილი მხარი დაუჭიროს უკრაინას. Peace through strength. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა სიძლიერის გზით, მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, მიღწეული ძლიერი პოზიციიდან. ეს პრეზიდენტ ტრამპის ინტერესიცაა. თუ მას სურს ამას მიაღწიოს, მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერითაა ეს შესაძლებელი. წინაპირობები უნდა შესრულდეს. მაგალითად, ჩვენ ვართ ერთადერთი, რომელმაც შეიმუშავა უკრაინის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა 2025 წლისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვით წარმოებაში და ვაწვდით სამხედრო შესაძლებლობას. ბევრი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა პოზიტიურ დასასრულამდე მისასვლელად, რაც არის მშვიდობა სიძლიერის გზით. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიწვეული იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც და სწორედ ბრიუსელიდან გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება. ვიზიტს უკრაინის ლიდერი თავადაც გეგმავს საუდის არაბეთში, თუმცა წერს, რომ სამუშაო ჯგუფი დარჩება საუდის არაბეთში და ამერიკელების დელეგაციასთან იმუშავებს. განვიხილავთ პირველად ნაბიჯებს, რომელიც იქნება საწყისი უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი დარეგულირებისთვის. ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და უკრაინა მზადაა პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ამერიკაშიც და ევროპაშიც მშვიდობის დასამყარებლად, წერს ზელენსკი. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის დელეგაციაში იქნებიან ანდრი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ამერიკელების მხრიდან კი შეხვედრას დაესწრებიან მარკო რუბიო, სტივ ვიტკოფი და მაიკლ ვოლცი. უკრაინის საკითხზე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მან განაცხადა, რომ საუდის არაბეთში თავადაც აპირებს ვიზიტით გამგზავრებას, თუმცა არ დააკონკრეტა შეხვდება თუ არა იქ ვლადიმერ პუტინს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ზავი უკრაინასაც და რუსეთსაც სურთ, რადგან სხვა არჩევანი არც აქვთ.
We've made a lot of progress with Ukraine. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროგრესი გვაქვს უკრაინასთან, პროგრესი გვაქვს რუსეთთან და კარგი იქნება ამომს თუ დავასრულებთ. Ფიქრობ, რომ უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს. Ფიქრობ იმასაც, რომ რუსეთსაც სურს კონკრეტული თვალსაზრისით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი, მათაც არ აქვთ არჩევანი. President Zelensky sent a letter to the president. პრეზიდენტმა წაიკითხა ზელენსკის წერილი. ეს პირველი პოზიტიური ნაბიჯია. იქ იყო მწუხარება გამოთქმული, იმის აღიარება, რომ შეერთებულმა შტატებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა უკრაინისთვის და ჩანდა მადლიერების გრძნობა. ამ დროისთვის უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ მოლაპარაკებების ადგილთან დაკავშირებით შესაძლოა შეხვედრა ელ-რიადში ან ჯიდაში გაიმართოს.